რატომ არ ქვეყნდებოდა პატიმრებზე ძალადობის ამსახველი 1 წლის განმავლობაში შეგროვილი ვიდეო მასალა და ვინ მიაწოდა ეს კადრები სტუდია ობიექტივის ხელმძღვანელ ირმა ინაშვილს. ინაშვილის განცხადებით ის მერაბიშვილის სახელით მისთვის უცნობმა მამაკაცმა მიუტანა. აღსანიშნავია, რომ ბედუკიძის მიერ გადაღებული და ინაშვილისათვის მიტანილი კადრები ერთი და იგივეა, თუმცა როგორ მოხდა ბედუკიძის ვიდეო მასალა ინაშვილთან, ამის შესახებ ბედუკიძეს ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ამ მასალებთან ხელმისაწვდომობა მხოლოდ მერაბიშვილის ერთ-ერთ მოადგილეს ჰქონდა. ბრიუსელში გამგზავრების წინ ვლადიმერ ბედუკიძემ გადაღებული ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილეს დაუტოვა. სავარაუდოდ ის დაეხმარა მერვე საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს საქართველოს საზღვრის გადაკვეთაში. ბედუკიძის განცხადებით, ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მასალებს აქამდე არ აქვეყნებდა. მე სხვას გადავარჩენდი და მე თავს ვერ გადავირჩენდი და ეს მეტი არაფერი არ იქნებოდა. მე ველოდებოდი დროს, მომენტს და საშუალებას და იმას სასწრაფის ვითარებას და იქნებოდა მთელი საზოგადოების ყურადღება მომართული საქართველოსკენ და ესეთი მომენტი არის ახლა ზუსტად. ეს მე ხლა არჩევნებს რატომ უნდა მაინც არჩევნებს დაამტკიცებდა ქართული ცნებას და ივანიშვილს და თამაზაშვილს ეს უკვე სტუდია ობიექტივის ხელმძღვანელის განცხადებით პატიმრებზე ძალადობის ამსახველი კადრები მას მერაბიშვილის სახელით უცნობმა მამაკაცმა მიმდინარე წლის ივნისში გადასცა. ირმა ინაშვილის თქმით, ვიდეო აქამდე იმის გამო არ გავრცელდა, რომ მას საერთაშორისო ექსპერტები სწავლობდნენ. ეს იყო მუშაობის პროცესი. ეს თვეები დაჭირდა იმას, რომ ყველა ევროსტრუქტურის მაღალჩინოსას მიწოდებოდა ეს მასალა. გაცნობოდნენ ისინი ამ კადრებს, მასში მონაწილე პირებს და მათ ქონოდა წარმოდგენა რა ხდება ციხეებში, ქართულ ციხეებში და ამას დრო ჭირდება. რატომ ფიგურირებს ვანო მერაბიშვილის სახელი მასალის ორივე მფლობელთან, ვლადიმერ ბედუკიძესა და ირმა ინაშვილთან. იანთაძე აღნიშნულს მერაბიშვილისა და ახალაიას შიდა დაპირისპირებას უკავშირებს და ამბობს, რომ მერაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბაჩუ ახალაიას წარდგენა თავიდანვე არის სიამოვნა. ვანო მერაბიშვილი ინიშნება პროცესებზე პასუხისმგებელ პირად, ცოტა უცნაურია პრეზიდენტის პოზიცია ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ თუ ვანო მერაბიშვილი სახელდება იმ ადამიანად, რომელმაც გამოაქვეყნა მთელ მსოფლიოში სისტემისთვის თავის მომჭრელი კადრები, რატომ ავალებს პრეზიდენტი ისევ ვანო მერაბიშვილს, რომ სწორედ მან მოუაროს სისტემას. ბედუკიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს და საფრანგეთის საელჩოს ოჯახისთვის პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს და აცხადებს, რომ მათზე ხელისუფლებისაგან ზეწოლა ხორციელდება. ამ ინფორმაციას უარყოფს როგორც ბედუკიძის ოჯახი, ისე პროკურატურა. იტყვიან და ორი ბავშვი მყავს და რას უდამართებენ იმათ, რას უზამენ. აბა რა უნდა თქვან? თქვან რომ კი იყო ზეწოლაო და მე ღამე ის მეორე დღეს ისევ ზეწოლა განხორციელდა ეს. მე კიდევ იმეორებ. განმოვიდეს ოჯახი და მე ჩამოვა და მე ჩავბარდები. ირმა ინაშვილი და ბედუკიძე აცხადებენ, რომ გამოქვეყნებული მასალების გარდა ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები კიდევ აქვთ. თუმცა როდის გამოქვეყნდება აღნიშნული კადრები, ამის შესახებ საუბრისაგან ისინი ამ ეტაპზე თავს იკავებენ.